დღევანდელი დღის თემა: მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა. საყვარელნო, ამ ცოტა ხნის წინ ჩვენი შეძლების კვალად გონებს საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ ხის თაობაზე და გიჩვენეთ მიზეზი, რის გამოც საღვთო წერილმა მას კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე უწოდა. ამიტომ დღეს გვსურს მის მომდევნო საკითხავზე შევჩერდეთ, რათა თქვენ ღვთისენით უთქმელი კაცთმოყვარება შეიცნოთ და გაიგოთ თუ რაგვარი მოწყალება გამოიჩინა მან ჩვენს მოდგმაზე ზრუნვით. ჭეშმარიტად, მან ყველაფერი ისე გააკეთა და წარმართა, რომ მისგან შექმნილი გონიერი ადამიანი სრული პატივით ყოფილიყო მოსილი და ანგელოზებს არაფრით ჩამოვარდნო და არამედ თუ მსხორჩესხმული მათსავით თავისუფალი ყოფილიყო ნებებისაგან. ხოლო როდესაც ნახა, რომ ორივე პირველმშობელმა უდიერობით დაარღვია მისი მცნება, იმის და მიუხედავად, რომ უფალმა გააფრთხილა ისინი და მის მუქარასაც თითქოს და ურჩობისაგან უნდა დაებრკოლებინა ისინი, არც ამის შემდეგ დაშრეტილა ღმერთის კაცთმოყვარება, არამედ კვლავ თავისი სახიერების ერთგული დარჩა. როდესაც ძის მოყვარე მამა ხედავს, რომ მისი შვილი საკუთარი კეთილშობილებისთვის შეუფერებელ საქციელს ჩადის და ღირსების სიმაღლიდან დამცირების ხაროში ვარდება, იგი მხურვალე მამობრივი გრძნობის კარნახით არ დაუტევებს შვილს ამგვარ გასაჭირში, არამედ კვლავ აღასრულებს თავის მამობრივ ვალს და ცდილობს თანდათან იხსნას იგი დამცირებისგან და ძველი ღირსებით შემოსოს. ასევე ყოლადმოწყალე უფალი იბრალებს ადამიანს, ვინც ეშმაკის ბოროტი განზრახვის მსხვერპლი გახდა, ვინც ცდუნდა დედაკაცის მიერ და ეშმაკის რჩევა მიიღო გველის პირით, იგი მაშინვე მიდის კაცთან, როგორც ექიმის სნეულთან და ტანჯულთან, ვინც ლოგინად ჩავარდნილა და მკურნალის დახმარება და შველა სჭირია. მაგრამ იმისათვის, რომ თქვენ უფლის ენით უთქმელი გულმოწყალება თავად წმინდა წერილის სიტყვებიდან შეიტყოთ, უნდა ისმინოთ ის, რაც აქ წავიკითხეთ ნათქვამია. მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის. საყვარლებო, უყურადღებოთ ნუ დავტოვებთ საღვთო წერილში თქმულს და მხოლოდ სიტყვების მოსმენით ნუ დავკმაყოფილდებით, არამედ დავფიქრდეთ, რომ ასეთი მარტივი სიტყვები ჩვენი უძლურების გამო არის გამოყენებული და ყველაფერი ჩვენ სახსნელად ჯეროვნად აღსრულდება. მითხარ, თუ კი ვისურვებთ, ეს სიტყვები მათი პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ და ჩვენთვის უწყებულს ჯეროვნად არ გავიაზრებთ, განა ბევრი რამ უცნაურად არ მოგვეჩვენება? აი, დავხედოთ დღევანდელი საკითხავის დასაწყისს. ნათქვამია: მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა და შეშინდნენ. რას ამბობ? ღმერთი მიმოდიოდა? ნუ თუ ფეხების ქონასაც მივაწერთ და ამ სიტყვების მიღმა არაფერს უმაღლეს არ ვიგულისხმებთ? არა, ღმერთი არ დაიარება ამას, ნუ ვიფიქრებთ. მართლაც და ნუ თუ იგი, ვინც ყველგან არის და ყოველივე სავსებს, ვისი ტახტით ზეცაა, ხოლო დედამიწა ფეხის საყრდენი სამოთხეში დადის? რომელი გონიერი ადამიანი იტყვის ამას? მაშ რას ნიშნავს? მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა? მან ინება ადამიანებში ღვთის სიახლოვის შეგრძნება გამოეწვია, რაც მათ შეაშფოთებდა და ასეც მოხდა. მათ იგრძნეს ეს და შეეცადნენ მოახლოებულ ღმერთს დამალვოდნენ. ცოდვით დაეცნენ, დანაშაული ჩაიდინეს და სირცხვილის გრძნობაც დაეუფლათ. პირუთვნელი მსაჯული, ანუ სინდისი ხმამაღლა ღაღადებდა, კიცხავდა მათ, უჩვენებდა და თითქოს და თვალწინ წარმოუდგენდა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. კაცთმოყვარე უფალმა ადამიანის შექმნისას, სწორედ ამიტომაც ჩადო მასში სინდისი ეს დაუდუმებელი მამხილებელი, რომელსაც ვერც მოატყუებ, ვერც აცდუნებ. ცოდვის ჩამდენმა უკანონობის მოქმედმა იქნებ მოასწროს კიდევაც და ყველას თვალს მიეფაროს, მაგრამ ამ მსაჯულს კი ვერ დაუსხლტება. პირიქით, საკუთარ თავში მუდამ თან დაატარებს ამ მამხილებელს, რომელიც არასვენებს, ტანჯავს, სჯის, არასდროს შოშმინდება. შინ თუ გარეთ, შეკრებებზე თუ პურობისას, ძილში თუ ღვიძლში პასუხს თხოვს დანაშაულის გამო და თვალწინ უხატავს ცოდვათა სიმძიმესაც და მოსალუდნელ სასჯელსაც, გულმოდგინე ექიმის მსგავსად, დაუცხრომლად მკურნალობს სნეულს და თუ მცხედავს, რომ ყურს არ უგდებენ, უკან მაინც არიხევს, არამედ გამუდმებულ მზრუნველობას იჩენს. მისი საქმე სწორედ ის გახლავთ, რომ განუწყვეტლივ გვახსენებდეს ჩადენილ ცოდვას, არ დაანებოს ცოდვილს, როდესმე გადაივიწყოს დანაშაული. არამედ მუდამ თვალწინ გვიყენებდეს ჩვენს უღირს საქციელს, რათა ამ გზით მაინც დაგვიკარგოს წინანდელი ცოდვების გამეორების ხალისი. თუ კი მრავალი ჩვენგანი სინდისის ამგვარი დახმარებით და შემწეობითაც ვერ ვახერხებთ უდიერობის დაძლევას, ვერ ვახერხებთ მაშინაც კი, როდესაც ესოდენ ძლიერი მამხილებელი და დამსჯელი გვყავს ჩვენში, რომელიც გულს გვიმუსრავს და ყველა ჯალათზე მეტად გვაწამებს ამ დახმარების გარეშე, განა დაუყოვნებლივ არ დავიღუპებოდით? ამიტომაც იყო, რომ პირველქმნილი, როგორც კი საკუთარ თავში ეს გრძნობა აღიქვა და ღვთისმყოფობაზე გაიფიქრა, მაშინვე დაიმალა. რატომ? მითხარ. იმიტომ რომ იხილა ძალმოსილი მამხილებელი აღმდგარიყო მის წინააღმდეგ. მისი საკუთარი სინდისი. მისი ცოდვის მოწმე და მამხილებელი სხვა არავინ იყო თუ არა იგი, ვისაც ადამი საკუთარ არსებაში დაატარებდა. მეორეს მხრივ, სინდისის მხილებასთან ერთად, მას ჩადენილი ცოდვის სიმძიმეს შეაგნებინებდა იმ დიდების დაკარგვაც, აქამდე ნათლის კაბის დარად რომ მოსავდა შეაგნებინებდა სიშიშვლის შეგრძნების გზით.
ამიტომაც იყო, რომ მას შემდეგ, რაც მძიმე ცოდვის ჩადენის გამო ადამიანების სირცხულმა შეიპყრო, ისინი დამალვას შეეცადნენ. ნათქვამია: მოეს მათ ხმაუფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის. საყვარელნო, ცოდვაზე უარესი არაფერია. რა გვეწევა, იგი არა მხოლოდ სირცხულში გვხვევს, არამედ უგუნურადაც აქცევს მათ, ვინც მანამდე გონით და დიდი სიბრძნით იყო ახსავსე. დაფიქრდი, რა უგუნურებამდე დაეცა საბოლოოდ იგი, ვინც აქამდე ესოდენ დიდ სიბრძნეს ფლობდა, ვინც საქმით დაგვიდასტურა მისთვის მინიჭებული გამჭრიახობა, ვინც უდიდესი წინასწარმეტყველება წარმოთქვა. როგორც ნათქვამია, როდესაც გაიგონა ხმაუფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, იგი ცოლთან ერთად ღმერთს ბაღის ხეებს შორის დაემალა. რა სიშლეგია! მოინდომო დაემალო ღმერთს, ყველგამსუფევს, შემოქმედს, ვინც არ ყოფნიდა მყოფობაში გამოიხმო ყოველივე, ვინც უწყის დაფარული, ვინც ადამიანთა გულები შექმნა და მათი ყველა საქმე მოეხსენება, ვინც გულებსა და წიაღს გაჩხრიქს და ჩვენი სულის ყველა მიმოქცევას ხედავს. მაგრამ ნუ გაიკვირვებ, საყვარელო, ასეთია ცოდვილის წესი. მათ თუმც კი არ შეუძლიათ დამალვა, მაინც ცდილობენ მიიმალონ. მათ ეს ჩაიდინეს, რადგან ვერ აიტანეს სირცხვილი, რაც უხრწნელი დიდების დაკარგვის შემდეგ დაეუფლათ. და დაფიქრდი, სად იმალებიან ბაღის ხეებს შორის. როგორც უდები და უმადური მსახურები, ვინც ბატონს ვერსად ემალებიან, შიშით თავგზააბნეულები აწყდებიან სახლის ერთი კუთხიდან მეორეს, ასევე ჩვენი პირველმშობლები სამალავს ვერ პოულობენ და სახლშივე იმალებიან, ანუ სამოთხეში. ღვთის მოსვლის ჟამით ტყუილად როდიან ახსენები. მოესმათ ხმაუფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, არამედ იმისათვის, რომ უფლის კაცმოყვარება შეიგნო, მან ხომ წუთითაც არ დაახანა, არამედ რაიხილა მომხდარი, გაიგო იარის სიმძიმე. დაუყოვნებლივ კურნებას დაეშურა, რათა იარა არ გამიზეზებულიყო და განუკურნავი არ შექმნილიყო. ამიტომაც არ აყოვნებს, მაშინვე შეაჩერებს იარის გაღრმავებას და მისი სახიერების გამოისობით წუთითაც არ ტოვებს ზრუნვის გარეშე. ჩვენი ხსნის მტერს მუდამ შური ხრავდა ჩვენი ნეტარების გამო, სიავით აღძრულმა, ხრიკებით ახლართა და დამღუპველი რჩევის მეშვეობით ადამიანებს მათი ნეტარი ყოფა დააკარგვინა. მაგრამ ყოვლად ბრძენმა უფალმა, ვინც თავისი სიბრძნის დაკვალად განაგო ჩვენი ცხოვრება, რაიხილა ეშმაკის სიავე და ადამიანის უდიერობა, რის გამოც მან, დედაკაცთან ერთად ცდუნებულმა, თავს ამგვარი სირცხვილი მოიწია, მოსვლა არ დაახანა. მან შიშით და ზარით აღბეჭდილი სამსჯავრო წამოიწყო და უცდომელი გამოძიება ჩაატარა, რითაც ჩაგვაგონა, რომ მოყვასი უტყუარი გამოძიების გარეშე არ უნდა გამსაჯოთ. ასე რომ, თუ კი გნებავთ, ყური დაუგდოთ, რას გამოიკითხავს მსაჯული და რას პასუხობენ ბრალდებულები, რას სასჯელი განესაზღვრება და რა მიესჯება მას, ვინც პირველშობილებს ამგვარი მახე დაუგო. მაგრამ გთხოვთ, დაძაბეთ გონება და ნათქვამს უდიდესი შიშით უსმინეთ. რადგანაც, თუ კი ჩვენ ძრწოლა გვიპყრობს მაშინ, როდესაც ვხედავთ მიწიერ მსაჯულს, ვინც შემაღლებულზე დაბრძანებულა, თვალსაჩინო ადგილას გამოჰყავს ბრალდებულები, სცემს და სჯის მათ. თუ კი შიშით მოცულები ვდგავართ და ვცდილობთ გავიგოთ, თუ რას ამბობს მსაჯული და რას პასუხობს ბრალეული, მაშ მით უმეტეს ასე უნდა მოვიქცეთ ახლა, როდესაც ვხედავთ ბუნების შემოქმედს, სამართალს რომ უდევს თავის შექმნილებს. მაგრამ თუ კი გულდასმით მოისმენთ, მაშინ დაინახავთ კიდევაც, თუ რა განსხვავებაა ღვთის კაცმოყვარებასა და მოყვასთა მიმართ ადამიანის სისასტიკეს შორის. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ? უკვე თავად შეკითხვა გაოცებულს გტოვებს ღვთის კაცმოყვარებით, არა მხოლოდ იმის გამო, რომ დაუძახა ადამს, არამედ იმიტომაც, რომ თავად დაუძახა. ამას ადამიანებიც არ ჩადიან თავის მსგავსთათვის, მათთან საერთო ბუნების მქონე არსებათათვის. თქვენ იცით, რომ როდესაც მსაჯული შემაღლებულ ტახტზე დაბრძანდება და დამნაშავეებს ასამართლებს, იგი განსასჯელს თავად გასცემს პასუხს და ამითაც აჩვენებს მათ, თუ როგორ დაიმდაბლეს და შეურაცხყვეს თავისი თავი ამ საქმეთა ჩადენით. მსაჯული პასუხობს, მაგრამ მის სიტყვებს განსასჯელს გადასცემს, შემდეგ კი განსასჯელის ნათქვამს მოსამართლეს აუწყებს ვილაც გარეშე პირი, მათ შორის მდგომი. როგორც ყველას მოგეხსენებათ, ყველგან ამგვარია მსაჯულთა წესი. ღმერთი კი ასე არ იქცევა. აბა რა შვება? იგი თავად მოუწოდებს ადამს. ნათქვამია: დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ? შეხე რა ძალა იფარება ამ მცირე ნათქვამში. ბრალეულის მოწოდება უკვე თავისთავად უდიდესი და ენით უთქმელი კაცმოყვარების მაჩვენებელია. თავლაბდასხმულს, სირცხვილით ბაგედახშულს და ენააბმულს შეკითხვით, თავის მართლების საბაბი მისცე ეს უკვე უდიდესი სიკეთის გამოვლენაა. მაგრამ სიტყვებს, სადა ხარ? კაცმოყვარების ცხადყოფის გარდა სხვა უდიდესი მნიშვნელობაც გააჩნია, ღმერთი ამ სახით თითქოს ეუბნება ადამიანს. რა მოხდა? სხვა იყავ რომ დაგტოვე, ახლა კი სხვა დამხვდი. დიდებით შემოსილი დაგტოვე, ახლა კი შიშველს გხედავ. სადა ხარ? ეს როგორ დაგემართა? ვინ გაიძულა, ასე შეცვლილიყავი? რომელმა ავაზაკმა და მპარავმა მოგტაცა მთელი სიმდიდრე და დაგტოვა ასე ბოგანო? საიდან გაგიჩნდა სიშიშვლის შეგრძნება? ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ შემოგეძარცვა შენი ჩინებული სამოსი? რა მოულოდნელი ცვლილებაა? რა ღელვამ ჩაძირა მთელი შენი საბადებელი? რა მოხდა ისეთი, რომ ცდილობ მას დაემალო, ვინც ამდენი მადლი მოგანიჭა და ასეთ პატივში დაგავანა?
ვისი შიშით ცდილობ ახლა მიმალვას? განა ბრალმდებელი გამოჩნდა? განა თვითმხილველნი მოწმობენ? საიდან გაგიჩნდა ასეთი რიდი და შიში? შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ და დავიმალე. საიდან გაქვს შიშვის აღქმა? მითხარ, ეს რა ახალი ამბავია, რა უცნაურობაა? ვის შეეძლო შენთვის როდესმე ესე თქვა, თუ კი თავად არიდე თავს ასეთი სირცხვილი, თუ კი არ ჭამე იმ ხის ნაყოფი, რომლის შესახებაც გამცნე, არ გაგესინჯა? ყურადღება მიაპყარი ღმერთის კაცთმოყვარებას და უსაზღვრელ მობიერებას. მას შეეძლო მოსმენის ღირსადაც არ ჩაეთვალა პასუხი და უყოვნებლივ დაესაჯა იმ სასჯელით, ადრევე რომ განსაზღვრა ამ დანაშაულის ჩამდენისთვის. მაგრამ იგი დიდხანს ითმენს, აყოვნებს, კითხავს და პასუხსაც ისმენს და კვალავ კითხავს, თითქოს და დამნაშავეს თავის სამართლებლად იწვევს, რათა თუ კი მიზეზი მიეცა, ამგვარი დანაშაულის შემდეგაც კი კაცთმოყვარება გვიჩვენოს. ამით იგი ჩაგვაგონებს, რომ ბრალეულთა განსჯისას არ მოვეპყრათ მათ დაუნდობლად, მხეცური სისასტიკე არ გამოვავლინოთ. არამედ ვუჩვენოთ დიდ სულოვნება და თანაგრძნობა, თოთქოს და საკუთარი სხეულის ნაწილებს ვასამართლებდეთ. გვახსოვდეს, რომ ისინი ჩვენი ბუნების მოზიარენი არიან და ამ ფიქრით სასჯელი კაცთმოყვარებით გავაზავოთ. საღვთო წერილი უმიზნოთ, როდი გვიჩვენებს თქმულში გამოვლენილ ასეთ თავმდაბლობას, არამედ გვასწავლის ღმერთის კაცთმოყვარებას და ჩვენში აღძრავს სურვილს ღმერთს ვბაძოთ ჩვენი ადამიანური შეძლების გვარად. უთხრა ღმერთმა, ვინ გითხრა შიშველი რომ ხარ, იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია მე რომ აგიკრძალე? საიდან შეგეძლო ეს გაგეგო და ამგვარ სირცხვილს შეეპყრეო ეუბნება ღმერთი, თუ კი თავშეუკავებლობას არ მიეცი და ჩემი მცნება არ დაივიწყეო? საყვარელო, ყურადღება მიაპყარი ღვთისმსახიერების სიჭარბეს. იგი ადამს ვით მეგობარს ისე ესაუბრება და მისი მცნების დარღვევის გამო საყვედურობს. ვინ გითხრა შიშველი რომ ხარ, იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია მე რომ აგიკრძალე? დიდი ძალა ამ სიტყვებშიც. იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია? ნუ თუ შეგზღუდე 60 ნაყოფით თკბობაშიო, ეუბნება უფალი ადამს. ნუ თუ არ მოგანიჭე სრული თავისუფლება და ნება არ მოგეცი, განგეგო ყველაფერი, რაც კი 60-ში არსებობს, მხოლოდ ერთადერთი ხის ნაყოფის ჭამისგან თავშეკავება დაგიდე მცნებად, რათა გცოდნოდა, რომ მეუფის ქვეშ ვდომი ხარ და მას უნდა მორჩილებდე? ერთი ხის ნაყოფის ჭამისგანაც კი ვერ შეიკავე თავი, მაშინ როცა შენს ხელთ იყო სხვა ამდენი სიამე. უდიერობით გადახვედი ჩემგან მოცემულ მცნებას და თავს ამდენი უბედურება დაიტეხე. რა სარგებელი მიიღე ამით? განა წინასწარ არ გაგაფრთხილე? განა არ გაკავებდი, არ გიცავდი სასჯელი შიშით? განა არ გითხარით რა გელოდათ? განა იმიტომ არ აგიკრძალეთ იმ ხის ნაყოფის ჭამა, რომ ეს უბედურება არ დაგმართოდათ? ვინ გაიმეტებს შენთვის პატიებას, როდესაც ამდენი გაფრთხილების მერეც ესოდენ უყურადღებო აღმოჩნდი? განა არ გამცნე ყოველივე ვით მამამ საყვარელძეს და განა არ ჩაგაგონე, გეჭამა სხვა ხის ნაყოფი? ამას კი არ მიკარებოდი, რათა ყველა სიკეთე არ დაგეკარგა? მაგრამ შენ სხვისი რჩევა გეკეთილა, ჩემს მცნებაზე უფრო სანდოც კი გეჩვენა და ეს ჩაიდინე უფრო მეტი დიდების მიღწევის იმედით. უგულებელ ყავი ჩემი ბრძანება და ხის ნაყოფის გასინჯვა გაბედე. ახლა კი საკუთარი თვალით იხილე, რა დამღუპველია ეს რჩევა. ხედავთ მსაჯულის კაცთმოყვარებას? ხედავთ მის ენით გამოუთქმელ მოთმინებას და სახიერებას? ხედავთ მის თავმდაბლობას, ყველა სიტყვას და აზრს რომ აღემატება ამ შეკითხვით და ამ სიტყვებით. ვინ გითხრა შიშველი რომ ხარ, იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია მე რომ აგიკრძალე? ღმერთს სურს თავის მართლების გზა დაუტოვოს მას, ამგვარ ცოდვილს კაცთმოყვარება უჩვენოს. ყური დაუგდოთ ბრალეულს, რას პასუხობს ამაზე? უთხრა ადამმა, შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე. რა საწოდავი სიტყვებია, ისინი უზომო სიბრალულს აღძრავენ და შეუძლიათ კაცთმოყვარებისკენ უბიძგონ უფალს, ვინც ესოდენ თავმდაბალია და მადლით ამარცხებს ჩვენს უზნეობებს. რა კი ღმერთმა თავისი დიდი მოთმინებით შეძრა ადამის სული და ჩადენილი ცოდვის სიმძიმე წარმოუჩინა, მანაც თავის გასამართლებლად ეს უთხრა უფალს. შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე. თავი ცოდვილად მიღიარებიაო ამბობს, მაგრამ შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, რომელზედაც თავად ამბობდი, გაუჩინოთ შემწე, მისი მსგავსი იგია დამნაშავე ჩემს დაღუპვაში. შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, განა შემეძლო მეფიქრა, რომ ასეთ სირცხვილს შემამთხვევდა იგი, ვინც სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ჩემი ნუგეში ყოფილიყო? შენ მომეცი მე იგი, შენ მოიყვანე ჩემთან. მან კი არ ვიცი რისთვის მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე. ეს გარკვეულწილად თავის მართლებაა, მაგრამ პატიება ვერ მოაქვს. მართლაც და რა პატიება შეიძლება იმსახურებდეო? ეუბნება ღმერთი ადამიანს, როდესაც ჩემი მცნება დაივიწყე და ქალის მიერ მოწოდებული ნაყოფი არჩიე ჩემს სიტყვებს? თუნდაც დედაკაცმა მოგაწოდა, ჩემი მცნება მაინც საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ნაყოფის ჭამაზე უარი გეთქვა. განა არ იცოდი? არ უწყოდი? თქვენზე ვზრუნავდი. და სწორედ იმიტომაც გაგაფრთხილეთ წინასწარ, რომ ასეთი რამ არ მოგსვლოდათ. ასე რომ, თუმც კი დედაკაცმა მოგცა მცნების დარღვევის საბაბი, შენ ამის გამო ბრალი არ ჩამოგეხსნება. შენ მეტად უნდა გერწმუნა ჩემი მცნება და არა მარტო თავად გეუარა ნაყოფის ჭამა, არამედ დედაკაცისთვისაც დაგენახვებინა ცოდვის სიმძიმე. შენ ცოლის თავი ხარ. იგი შენთვის შეიქმნა.
შენ კი გაამრუდე წესი და რიგი და არა მხოლოდ იგი არ დააყენეს სწორ გზაზე, არამედ თავადაც მას მიჰყევი. სხეული თავს უნდა ემორჩილებოდეს, პირიქით კი მოხდა. თავი მიჰყვა სხეულს და უმაღლესი უმდაბლესად შეიქმნა. რადგანაც გაყვენი წესი სრულიად. ამიტომაც იმყოფები ახლა ამგვარ მდგომარეობაში. შენ ვინც აქამდე ესოდენ, დიდი პატივით იყავი მოსილი. ვინ გიგლოვოს ჯეროვნად ამდენი სიკეთის დამკარგავი და ყველაფერი იმაში რაც დაგემართა საკუთარი თავის და საკუთარი უდიერობის გარდა ბრალს ნურავის დასდებ. თავად რომ არ გესურვებინა, დედაკაცი ვერ შეძლებდა შენთვის ამ უბედურების თავზე მოხვევას. იგი შენ არ შეგთხოვდა, არ აგიყოლიებდა, არ გაცდუნებდა. მან მხოლოდ მოგაწოდა, შენ კი მაშინვე მარტივად დათანხმდი ნაყოფის გასინჯვას. წუთითაც არ გაგხსენებია ჩემი მცნება, არამედ იფიქრე, თითქოს და მოგატყუე და ნაყოფი აგიკრძალე, რათა მეცსა და მეც სიკეთეს არ ღირსებოდი. ან კი რა მიზნით შეიძლებოდა მომეტყუებინე მე, ვინც ამდენი სიკეთე დაგაფრქვიე თავს. ისიც კი რომ გაგაფრთხილეთ და თავშეკავება გიბრძანეთ უბედურების თავიდან ასაცილებლად, ესეც რაოდენი სიკეთე იყო ჩემი მხრიდან. მაგრამ შენ ყოველივე ეს არაფრად ჩააგდე და საკუთარი გამოცდილებით იწვნიე შენ მიერ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე. ასე რომ ნუ მიაწერ ბრალს მხოლოდ დედაკაცს, არამედ საკუთარი უდიერობაც დაადანაშაულე. მას შემდეგ რაც ყოვლადსახიერი ღმერთი ადამიანს ესაუბრა, მან კი ცოდვის ჩადენა აღიარა და როგორც თავად ფიქრობდა, ბრალი დედაკაცს დააკისრა იხილე კვლავ, რა თავმდაბლობას ავლენს უფალი და დედაკაცს ვითხდის ღირს ღმერთს პასუხი მიაგოს. უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს, ეს რა ჩაიდინე? ხომ ისმინეო, ამბობს რომ ქმარი შენ გაკისრებს ბრალს და ყველაფერს მოგაწერს შენ, ვინც მას შემწედ მივეცი. ვინც შექმნილი იყავი, რათა მისთვის ყველანაირი ნუგეში მიგეწყვნა, როგორც მის მსგავსსა და მისი ბუნების მოზიარეს. რაც ჩაიდინე ეს დედაკაცო? რად გახდი საკუთარი თავისთვისაც და ქმრისთვისაც ასეთი შერცხვენის მიზეზი? რა გარგო ამგვარმა თავშეუკავებლობამ? რა სარგებელი მიიღე იმ ცდუნებისგან, რომელსაც თავადაც დაჰყევი და კაციც მის მონაწილედ გახადე? და ქალი რას პასუხობს? გველმა შემაცდინა და მეც შევჭამეო. ნახე, ისიც უდიდეს შიშს შეუპყრია და თავს იმართლებს ჩადენილი ცოდვის გამო. როგორც კაცი ცდილობდა ცოლისთვის დაეკისრებინა ბრალი და ამბობდა დედაკაცმა მომიტანა და მეც შევჭამეო, ასევე ქალიც ვერ ჰპოვებს სხვა თავშესაფარს, ჩადენილს აღიარებს და ამბობს. გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე. ამბობს ამ ბოროტმა ცხოველმა მოგწია ეს ჭირიო. მისმა დამღუპელმა რჩევამ ჩაგვყარა ამ სირცხულში, მან მაცდუნა და იმიტომ ჭამეო. საყვარელო, ნუ დავტოვებთ ამ სიტყვებს უყურადღებოთ, არამედ გულდასმით განვიხილოთ და ამით უდიდესი სარგებელი მოვიპოვოთ. აქ საშინელი შემზარავი სამჯავროს მოწმენი ხდებით და ჯერ არს ყურადღებით მოვისმინოთ ყოველივე თქმული და აქედან გონებისთვის უდიდესი საუნჯე მოვკრიბოთ. აი კაციც ამბობს, შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე. აქ არ ჩანს არანაირი იძულება, არანაირი ძალადობა, არამედ არის ნების გამოვლენა და გადაწყვეტილება. მხოლოდ მისცა, არაიძულა, ძალა არ დაუტანებია. ასევე დედაკაცმა თავის გასამართლებლად როდი თქვა, გველმა მაიძულა და მეც შევჭამეო, არამედ რას ამბობს? გველმა შემაცდინაო. ხოლო დაჰყვებოდა თუ არა ამ ცდუნებას, ეს მისი გადასაწყვეტი იყო. გველმა შემაცდინაო, ამბობს. და მართლაც, ჩვენი ხსნის მტერმა, ვინც ამ ცფიერი ცხოველის მეშვეობით მოქმედებდა, აცდუნა დედაკაცი, ანუ კი არ აიძულა და ძალა კი არ იხმარა, არამედ ტყუილი ჩართო საქმეში თავისი დამღუპველი რჩევის სახით, რა კი შეატყო რომ დედაკაცი იოლად მიიღებდა მის ყოვლად გაუმართლებელ ტყუილს. გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე. ახლა კი ნახე, თუ ვითკმარობს უფალი მათ სიტყვებს და მეტის თქმას არ აიძულებს. ესეც იმ მიზეზით ხوار გამოუკითხავს, რომ არ იცოდა რა მოხდა. მან იცოდა და ზედმიწევნითაც, მაგრამ იმისათვის, რომ თავისი კაცთმოყვარება წარმოაჩინოს, მათ უძლურებამდე ეშვება და მათ ცოდვის ახსარებისკენ მოუწოდებს. ამიტომაც მეც აღარაფერს ეკითხება. ხომ ისიც საცოდნელია თუ რა სახის იყო ტყუილი, მაგრამ იმის საჩვენებლად, რომ უცოდნელობით არ გამოუკითხავს ადამი და დედაკაცი, ღმერთი იმასაც კმარობს, რაც თავად უთხრეს. დედაკაცმა რომ უთხრა, გველმა შემაცდინა და მეც შევჭამეო, ამით მან მიანიშნა იმ დამღუპელ ჩაგონებაზე, რომელიც მან ეშმაკისგან მიიღო გველის მეშვეობით, ანუ თითქოს და ნაყოფის ჭამის შემდეგ ისინი შეიქნებოდნენ ღმერთების მსგავსნი. ხომ ნახეთ, რა გულდასმით გამოკითხა ღმერთმა ადამი. რა თავმდაბლად აიყვანა სამსჯავროზე მისი დედაკაცი. როგორ იმართლებდა თავს ორივე. ახლა კვლავ იხილეთ მსაჯულის გამოუთქმელი კაცთმოყვარება. რას ეტყვის დედაკაცი? გველმა შემაცდინა და მეც შევჭამეო, ღმერთი გველს პასუხისგებას აღარ აღირსებს, თავის მართლების ნებას არ თავს და არ გამოჰკითხავს, როგორც ქმარსა და ცოლს გამოჰკითხავდა. არამედ იღებს თავის მართლებას ადამიანებისგან და ამის შემდეგ გველს შეუტევს, როგორც ყველა ბოროტების მიზეზს. მან ღმერთმა დაფარულის მცნობელმა უწყოდა, რომ გველი ეშმაკის ხრიკების და ბოროტების იარაღი იყო ადამიანის დასაღუპად გამიზნული. ხოლო იმისათვის, რომ შენ გაიგო მისი კეთილგანწყობა ადამიანთა მიმართ, რის გამოც ერთს კითხავდა, სადა ხარ? ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარო? ხოლო მეორეს ეს რა ჩაიდინეო? თუმც კი მშვენივრად მოეხსენებოდა მათი ცოდვილის საქციელის შესახებ, იგი სხვაგვარად ექცევა ამ ცფიერ ცხოველს. როგორ? უთხრა უფალმა ღმერთმა გველს. რა კი ეს ჩაიდინე? ხედავ განსხვავებას?
დედაკაცს ეუბნება: ეს რა ჩაიდინე? გველს კი: რა კი ეს ჩაიდინე? რადგანაც ჩაიდინე ეს სიავეო, ეუბნება გველს უფალი: რა კი ეს დამღუპველი რჩევა შენგან წამოვიდა? რა კი ესოდენ დიდი ბოროტების იარაღად გახდი და ასე ალესე შურის ნესტარი ჩემი ქმნილების წინააღმდეგ წყეული მციყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის. მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. ტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის. ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე. აქ ყურადღებით დახედე წესსა და თანმიმდევრულობას, რომელიც სრულიად ცხადყოფს უფლის კაცთმოყვარებას. მან თავდაპირველად მამაკაცი დაკითხა, შემდეგ დედაკაცს მიმართა. როდესაც ქალმა გველზე მიუთითა, როგორც დამნაშავეზე, უფალი უკვე სხვაგვარად მოიქცა. იგი გველისგან პასუხს აღარ ითხოვს, არამედ სასჯელს უწესებს, თანაც იმგვარ სასჯელს, რომელიც მუდამ გაგრძელდება. ყველას თვალწინ მოხდება და ყველა მომდევნო მოდგმას გაფრთხილებად გამოადგება. არ მიიღონ მსგავსი რჩევა და არ ცნუნდნენ მისი ცპიერებით. მაგრამ იქნებ ვინმე მიკითხოს: თუ კი რჩევა ეშმაკის იყო და გველს იარაღად მოიხმარდა, მაშინ რის გამო დაუწესდა ამ ცხოველს ასეთი სასჯელი? ესეც ღვთის უზომო კაცთმოყვარებით იყო ნაკარნახევი. ვით შვილის მოყვარე მამა, ვინც ძის მკვლელს სჯის, ნამტვრევებად აქცევს დანასა თუ ხმალსაც, რითაც მკვლელობა მოხდა, ასევე ყოვლადსახიერი უფალიც სამუდამო სასჯელს უწესებს ცხოველს, რომელიც ეშმაკის ბოროტების იარაღი გახდა და მომაკვდინებელ מחვილად იქცა მის ხელში, რათა ამ გზნობადი და თვალსაჩინო მოვლენით დავასკვნათ თუ რა დამცირებულია ეშმაკი. თუ კი იარაღი ასეთი მრისხანების საგანი შეიქმნა, მაშ ნამდვილ დამნაშავეს რა სასჯელი დაატყდება თავს? ეს განსაკუთრებით ცხადად გვიჩვენა ქრისტემ წმინდა სახარებაში მარცხნივ მდგომებს რომ მიმართა. წარვედით ჩემგან, წეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი გამზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის. ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისთვის ძველთაგანვე გამზადებულია მათ ელის ის უქრობი ცეცხლი. რაღა შეიძლება იყოს იმ ადამიანებზე შესაბრალი, ვინც არ ზრუნავენ სულის ხსნაზე და საკუთარ თავს იმავე სატანჯველისთვის წირავენ, რომელიც ეშმაკისთვისაა გამზადებული. ხომ ასე? თუ კი ღვთის სათნოთ ვიცხოვრებთ და იესო ქრისტეს მიერ დაწესებულ კანონებს აღვასრულებთ, ჯილდოთ სასუფეველი გველის. აი, ისმინე რას ამბობს ქრისტე ამაზე. მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით. ხედავ რომ მისთვის უშრეტი ცეცხლია გამზადებული, ხოლო ჩვენ თუ კი უდიერნი არ ვიქნებით სასუფეველი გველის. დავფიქრდეთ ამაზე და ვიზრუნოთ ცხონებაზე, ბოროტს ვერიდოთ და ნუ ვცდუნდებით ეშმაკის ცპიერებით. თუ კი გსურთ და არც დაღლილობა გაწუხებთ, ისევ განვიხილოთ გველისთვის განსაზღვრული სასჯელი, რათა ამ გზით ნელ-ნელა ბოლომდე მივადევნოთ თვალი სამსჯავროს და ღვთის კაცთმოყვარების დიდებულების აღქმა შევძლოთ. თუ კი ადამიანები ხშირად მთელი დღეობით უცქერენ ხოლმე მოსამართლეს, სახალხო სამსჯავროზე რომ დამჯდარა და განაჩენი გამოაქვს ბრალდებულებისთვის და არსად მიდიან ვიდრე არ დაინახავენ რომ საჯული ფეხზე წამოდგა მას, მით უფრო დიდი ყურადღებით უნდა ვუცქეროთ ყოვლადსახიერ უფალს და ვაკვირდებოდეთ თუ ერთის მხრივ, ვით განუსაზღვრა მძიმე სასჯელს გველს, რომელიც ცპიერმა დემონმა იარაღად გამოიყენა, რათა გრძნობადად აღქმადი ამ ცხოველის მაგალითით მიგვახვედროს თუ როგორ დაისჯება ნამდვილი მიზეზი ეშმაკი. და მეორეს მხრივ, თუ რა მოწყალედ განუწესებს ადამიანებს ზომიერ და ასატან სასჯელს, რაც მათ გამოსასწორებლად უფრო მიეცათ, ვიდრე სატანჯველად. ყურადღებით განვიხილოთ ეს ყოველივე და გვაოცებდეს კაცთმოყვარე ღმერთის მზრუნველობა, რომელიც მან ჩვენი მოდგმის მიმართ გამოავლინა. და რას ამბობს იგი? უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რა კი ეს ჩაიდინე წყეული მციყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის. მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. ტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის. ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე. დიდი და ძლიერია მრისხანება, რადგანაც უზომოდ დიდია ის ტყუილიც, რომელიც ცპიერმა დემონმა დახლართა გველის მეშვეობით. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რა კი ეს ჩაიდინე? რადგანაც შენ ასეთი ბოროტების იარაღად იქეციო, ეუბნება, რადგანაც ეშმაკის საქმე შენ შეასრულე და პირველ მშობლებს სასიკვდილო სამსალა შეუზავე, რადგანაც ეს ჩაიდინე და ისურვე, ჩემი წყალობა დაგეკარგვინებინა მათთვის, ვინც ჩემი შექმნილია, იარაღად გაუხდი ცპიერი დემონის ნებას, ვინც ბოროტებისა და უზომო ამპარტავნების გამოისობით ზეციდან მიწაზე დაეცა იმის გამო, რომ მან იარაღად გამოგიყენა სამუდამო სასჯელს გიწესებ, რათა შენი შემხედვარე ეშმაკიც მიხვდეს, თავად რა სასჯელი ელის და მომავლის ადამიანებმა შეიგნონ, რომ არ უნდა მოიხიბლონ მისი შეგონებებით, არ უნდა დანებდნენ მის საცდურს, რათა თავადაც მისი ბედი არ გაიზიარონ. ამის გამო წყეული მციყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის, რადგანაც საკუთარი სიბრძნე ჯეროვნად არ მოიხმარე. პირიქით, ის უპირატესობა, რაც გაგაჩნდა სხვა ცხოველების წინაშე, შენთვის ყველა სიავის მიზეზი გახდა. ნათქვამია: გველი ყველაზე ცპიერი იყო ველურ ცხოველთა შორის. ამის გამო წყეული მციყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის. მაგრამ რადგანაც წყევლა გრძნობადად არ იხილვება და თვალისთვის უჩინარია, ამიტომ ღმერთი მას გრძნობად სასჯელსაც უწესებს,
რათა მუდამ თვალწინ გქონდეს მისი მსჯავრის შედეგი. მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე, იმის გამო ეუბნება, რომ შენთვის მოცემული წესი და ნირი ჯეროვნად არ დაიცავი, არამედ გაბედე, ჩემ მიერ შექმნილ გონიერ ცხოველს გამოლაპარაკებოდი. როგორც შენი მეშვეობით მოქმედი და შენი იარაღად გამომყენებელი ეშმაკი ციდან არის გადმოგდებული, რადგანაც თავის ღირსებას აღმატებული პატივი ისურვა. ასევე გიბრძანებ შენ ცხოვრების სხვა ნირი დამიწესებია შენთვის. მიწაზე იხოხებ და მიწით გამოიკვებები. ამას გარდა მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის. არ გაკმარებ იმას, რომ მიწაზე იხოხებ, არამედ დედაკაცსაც შენს დაუძინარ მტრად ვაქცევ. ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე. დედაკაცის თესლს იმგვარ ძალას მივცემ, რომ იგი მუდამ თავზე გაბიჯებდეს, შენ კი მის ფერხთით იყო გართმული. შეხე საყვარელო, ამ ცხოველის დასჯითაც კი ღმერთი კაცთა მოდგმაზე რომ ზრუნავს. და ყოველივე ეს მხოლოდ გრძნობადი გველის შესახებაა ნათქვამი. თუმცა მსურველს შეუძლია უფრო ღრმად ჩასწვდეს დაწერილს და გაიგოს, რომ თუ კი ეს გრძნობად გველზე ითქმის, მით უფრო გონებრივ გველზე უნდა გადავიტანოთ ნათქვამი. ღმერთმა ისიც გაანადგურა, ჩვენს ფერხთით დასცა და გვიბოძა ძალა უფლება, ფეხით დაგვეთრგუნა მისი თავი. ამაზე ხომ არ მიგვანიშნებს, როდესაც ამბობს. მიგცემ თქვენ ხელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიანკალთა, ანუ გველებისა და მორიელების დათრგუნვის ძალა უფლებას მოგანიჭებთო? და რომ არ გვეფიქრა, თითქოს და ეს ხორციელ ცხოველებზეა ნათქვამი, დაურთავს. და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა და მტრის ყველანაირი ძალისა. გულისხმაყავით უფლის გაცმოყვარება ეშმაკის მანქანებისთვის დაწესებული სასჯელის მეშვეობით, თუ კი თქვენ წინებებთ, კვლავ დედაკაცს დაუბრუნდეთ. რა კი იგი გველმა გააბა ტყუილში, პირველად გველმავე მიიღო სასჯელი. რადგანაც მან პირველად დედაკაცს შეაცდინა, შემდეგ კი ცოლმა კაციც თან გაიყოლა, ამიტომ ადამიანებს შორის პირველს დედაკაცს განესაზღვრება სასჯელი, თუმცა ესეც მის გამოსასწორებლად იყო გამიზნული. დედაკაცს უთხრა: გამრავლებით გავამრავლებ შენს ტანჯვას და მოთქმას. ტკივილით გაშობინებ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე. იხილე უფლის სახიერება, ისმინე რალმობიერებას ავლენს ასეთი დანაშაულის ჩამდენის მიმართ. გამრავლებით სატანჯველს გაგიმრავლებ მსურდა, უზრუნველი და უტკივილო ცხოვრება გქონოდაო, ეუბნება. არ გცოდნოდა მწუხარება და სიმწარე, შენი ყოფილიყო ყველანაირი სიტკბოება. მსურდა, რომ ხორცშემოსილი ყოფილიყავ და ხორციელს კი არაფერ შეეწუხებინე. მაგრამ რადგანაც არ შეიშვი ასეთი ბედნიერება, არამედ ჭარბად მოცემულმა სიკეთემ ასეთ დიდ უმადურებამდე მიგიყვანა იმისათვის, რომ კიდევ მეტად არ დახვე საკუთარ თვითნებობას, მე შენ აგლაგმავ და მწუხარებას და ოხრას მოგისჭი. გამრავლებით სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ისევ ქმნიო, ამბობს, რომ შვილების ყოლას უდიდესი ნუგეშის წყაროს ტანჯვით აღბეჭდილი დასაბამი ექნება შენთვის, რათა ყოველდღიური საზრუნავი და მშობიარობის ტანჯვა მუდამ გახსენებდეს, რაოდენ დიდია შენი ცოდვა და ურჩობა. რათა მერე და მერე დავიწყებას არ მისცე ახლა მომხდარი, არამედ იცოდე, რომ სიცრუეა ამ შენს მწუხარებათა მიზეზი. გამრავლებით სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. აქ იგულისხმება მშობიარობის ტკივილები და ის უდიდესი შრომა, რომელიც უნდა აიტანოს დედაკაცმა, როდესაც ამდენითვის მანძილზე ტვირთად ატარებს ნაყოფს. აგრეთვე ამასთან დაკავშირებული ზოგი განსაკუთრებული ტკივილი, სხეულის ნაწილების გაჭიმვა და აუტანელი ტანჯვა, რომელსაც მხოლოდ მშობიარობა გამოვლილი დედაკაცები იცნობენ. ოღონდაც კაცთმოყვარე ღმერთმა მწუხარებასთან ერთად უდიდესი ნუგეშიც უბოძა დედაკაცს. ჩვილის დაბადებით მოგრილი სიხარული გადასწონის იმ ტკივილებს, რაც ამდენითვის მანძილზე ტანჯავს დედას. ასეთი ჯაფის გადამტანნი, ტკივილებით გატანჯულები და ასე თქვა თავად სიცოცხლეზეც გულაყრილები, მას შემდეგ რაც შობენ და გადატანილი ტანჯვის წილ სიხარულით დატკბებიან, თითქოს და დავიწყებოდეთ რაც იყო, კვლავ და კვლავ დაურსულდებიან ხოლმე. ღმერთმა ამგვარად მოაწყო ადამიანთა მოდგმის შესანარჩუნებლად. მომავალ სიკეთეთა მოლოდინი ყოველთვის აიოლებს ამჟამინდელი მწუხარების სატანას. ამაში ყველა დარწმუნდება მარიფათიანი ვაჭრების მაგალითს თუ დახედავს. ისინი ლახავენ ფართო ზღვებს, უმკლავდებიან ქარიშხლებს, მეკობრეთა თავდასხმებს და ხშირად ამდენი ხიფათის გადატანის მერე სარგებლის იმედიც უცრუვდებათ ხოლმე. მიუხედავად ამისა, ისინი არ იშლიან და კვლავ იმავე საქმიანობას აგრძელებენ. იგივე შეიძლება ითქვას მიწათმოქმედებზე. მას შემდეგ, რაც ღრმა ხნულს გაავლებენ, ოფლს ჩაღვრიან სამუშაოში და ხნულში უხვად ჩაფანტავენ თესლს, მათაც ხშირად უცრუვდებათ იმედები გვალვის, ან ავდრებისას, ან და დამწიფების ჟამს თავ-თავს შეყრილი დაავადების გამო. მაგრამ ისინი ამას არ დაგიდევენ, უკან არ იხევენ და კვლავ ჟამი რომ მოაწევს მიწის დამუშავებას მიჰყოფენ ხელს. ასეთ მაგალითებს ადამიანის ყველა საქმიანობაში ვნახავთ. ასეა დედაკაციც. ხშირად ხდება ხოლმე, რომ მუცლით ტარების მრავალი თვის მერე, აუტანელი ტკივილების და უძილო ღამეების, სხეულის ფორმის შეცვლის მერე, რაიმე უმნიშვნელო მიზეზით დროზე ადრე მოწყდება მუცელი. შობს ჯერად ჩამოუყალიბებელ და უფორმო ყრმას, ან იქნებ ჩამოყალიბებულს, მაგრამ არასაკმარისად, ან ხეიბარს, ან ხშირად მკვდარსაც კი.
მაგრამ როგორც კი საფრთხეს თავს დააღწევს, დედაკაც თითქოს დაავიწყდება, რაც გადაიტანა. კვლავ შეუდგება იმავე შრომას, კვლავ იტანს იმავე სატანჯველს. და რასაც თქმელია, იტანს. ხშირად თავადაც კვდება ყრმასთან ერთად, მაგრამ ესეც კი არ შეაგონებს სხვებს და ხელს არ ააღებინებს ამ საქმეზე იმგვარი სიხარული და სიამოვნება შეაერთა ღმერთმა ამ მწუხარებასთან. ამიტომაც თქვა მან, გამრავლებით სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. იგივე თქვა ქრისტემაც მოწაფეებთან საუბრისას, როდესაც მათ თვალწინ დაუხატა ვაების სიმძიმე და გარდამეტებული სიხარული, ასე შეერთებული ერთურთან. დედაკაცი რაჟამ შობ, მწუხარე არნ, რამე თუ მოიწია ჟამი მისი. შემდეგ, რა კი სურს, გვიჩვენოს რომ ვაება სწრაფად გადის და მას სიხარული და მხიარულება ცვლის ამბობს. ხოლო რაჟამ შვის ყრმაი, არღარა მოეხსენის ჭირი იგი სიხარულით ამით, რამე თუ იშვა კაცი სოფელსა შინა. ხედავ ღმერთის უსაზღრო ზრუნვას, ხედავ რომ სასჯელი შეგონებითაა ახვსილი, ტანჯვით შობ შვილებს. შემდეგ, ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე. თითქოს და თავს იმართლებდეს დედაკაცის წინაშე, კაცთმოყვარე ღმერთი ეუბნება. თავდაპირველად ქმრის თანაბარი პატივის მქონე შეგქმენი, სურდა რომ შენ ღირსებით მის სწორსა და ტოლს, ყველაფერში მასთან ერთობა გქონოდა და შენ, ისევე როგორც მამაკაცი, ყველა სულდგმულზე გაგაბატონე. მაგრამ იმდენად, რამდენადაც შენ ჯეროვნად არ შეიშნე თანაბარ პატივში ყოფნა, ამის გამო ქმარს დაგამორჩილებ. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე. რადგანაც შენ მიატოვე შენი თანაბარი, შენი ბუნების თანაზი არის, იგი, ვისთვისაც შეიქმენი და გადაწყვიტე. საუბარი გაგება ამ ცბიერ ცხოველთან, გველთან და მისგან რჩევაც მიიღე. ამის გამო ქმრის ქვეშევრდომად ხდი და კაცს შენს ბატონად ვაცხადებ, რათა მისი მეუფება აღიარო. რა კი ბატონობა ვერ შეძელი, მაშ კარგი ქვეშევრდომობა მაინც ისწავლე. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე. ჯობს, მისი მორჩილი იყო და იგი წარგმართავდეს, ვიდრე თავისუფლება და ძალაუფლება გქონდეს მონიჭებული და მორევში გადავარდე. ცხენისთვისაც უკეთესია, აღვირი ესხას და ვიღაც მართავდეს, ვიდრე ორმოში ჩავარდეს. ამგვარად, შენსავე სასიკეთოდ, სურს რომ ქმრისკენ გქონდეს ლტოლვა. ემორჩილებოდე მას, ვით სხეული ემორჩილება თავს და სიხარულით აღიარო მისი ბატონობა. ხედავ რომ დაიქანცეთ გაგრძელებული სიტყვით. მაგრამ გთხოვთ, მხნეობა მოიკრობოთ, რათა დასრულებამდე არ მივატოვოთ სამსჯავრო და არ წავიდეთ, ვიდრე ჯერაც არ წამომდგარა მსაჯული. ჩვენ ხომ უკვე ბოლოსაც მიუახლოვდით. ახლა კი ისმინე, დედაკაცის მერე რას ეუბნება ღმერთი კაცს და რა სასჯელს უწესებს. ადამს უთხრა, რა კი შენ დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენ გამო. ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიიქცეოდე მიწად, რისგანაც აღებული ხარ, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი. ამით გვეცხადება უფლის უდიდესი და გამოუთქმელი ზრუნვა ადამიანზე. მაგრამ მოდით, გულდასმით ჩაუკვირდეთ თითოეულ სიტყვას. ადამს უთხრა, რა კი შენ დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის. რადგანაც შენს დედაკაცს დაუჯერე და იგემე ხის ნაყოფი, მისი რჩევა ამჯობინე ჩემს მცნებას და არისურვე, თავი შეგეკავებინა იმ ერთადერთი ხის ნაყოფისგან, რომლის ჭამაც აგიკრძალე. მე ხომ მრავალ ხეზე არ დამიდვია აკრძალვა, არამედ მხოლოდ ერთზე, შენ კი ის ერთიც არ მოიკელი, დაივიწყე ჩემი მოცემული მცნება და დედაკაცს უგდე ყური. ამისათვის თავადვე იწვნევ თუ რა ბოროტება ჩაიდინე. ისმინეთ მამაკაცებო, ისმინეთ დედაკაცებო. პირველებმა ყური არ უგდონ ცოლებს, როდესაც ისინი ავრჩევას აძლევენ. მეორედ, რათა არ მისცენ ასეთი რჩევა. თუ კი ადამი თუნც კი ბრალი დედაკაცს გადააბარა, ვერ ეღირსა ვერანაირ პატიებას, მაშ რა გამართლება მოეძებნება მას, ვინც მოყვება ლაპარაკს. ცოლის გამო შევწოდე ამადა ამ საქმეში, ესა თუ ის საქციელი ჩავიდინეო. დედაკაცი იმიტომაც დაგიქვემდებარეს, იმიტომაც დაინიშნე მის ბატონად, რომ იგი შენ გემორჩილებოდეს, რომ თავი ფეხების ჭკუაზე არ დადიოდეს. მაგრამ ხშირად საპირისპიროს ვაწყდებით. იგი ვინც თავის მოვალეობას უნდა ასრულებდეს, ხშირად ფეხებზე ნაკლებ პატივშია. ფეხებად გამწესებული კი თაობას იჩემებს. ამიტომაც ნეტარი პავლე, ქვეყნიერების მოძღვარი, ვინც წინასწარჭვრეთ და ამას შემოგვაღადებს. რა იცი დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი, ანუ შენ რა იცი მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი. აქ ქმარიც უდიდესი სიფრთხილით უნდა განაგდებდეს ცოლის ავრჩევებს. ცოლს კი ცოცხლად ახსოვდეს ის სასჯელი, ევას რომ დაუწეს და ადამიანისთვის დამღუპველი რჩევის მიცემისათვის და ნუ გაბედავს ქმარს რამე მსგავსი ურჩიოს. ნუ მიბაძავს ევას, არამედ მისი მაგალითით გონს მოგებულმა, ისეთი რჩევა მისცეს, რაც არც მას, არც ქმარს მოუტანს გაკიცხვას და სასჯელს. მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენი საუბრის საგანს. ადამიანს უთხრა, რა კი შენ დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის. რადგანაც შენ ასე უდიერად მოეკიდე ჩემგან მოცემულ მცნებას, არ შეგაჩერა არც შიშმა, არც წინასწარმა გაფრთხილებამ, თუ რა მოგივიდოდათ ამ ნაყოფის ჭამით. რადგან ისეთ უღირსობამდე დაეცი, რომ ამდენი სიამის ბატონმა ვერ შეძელი ერთი ხის ნაყოფის ჭამისგან შეგეკავებინა თავი,
ამიტომ მიწა დაიწყევლოს შენ გამო. იხილე ღვთის კაცთმოყვარება, რა განსხვავებულ სასჯელს ადებს იგი გველსა და ამ გონიერ ცხოველს, ადამიანს. იმას ეუბნება, წყეული მციყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის. ამას კი სხვანაირად მიმართავს. მიწა დაიწყევლოს შენ გამო და ეს სამართლიანია. რადგანაც მიწა ადამიანისთვისაა შექმნილი, იმისათვისაა რომ კაცს შეეძლოს მისი ნაყოფით დატკბობა, ამიტომ ღმერთი კაცისავე გამო ისევ მისი ცოდვის მიზეზით მიწას წყევლის. რადგანაც მიწის დაწყევლამ ადამიანს სიმშვიდე და კეთილდღეობა მოაკლო, ამიტომ ამბობს უფალი, მიწა დაიწყევლოს შენ გამო. შემდეგ რათა იცოდე თუ რას გულისხმობს დაიწყევლოს, იგი დაურთავს. დააკვირდი. ყველა სასჯელი უკუნისამდე გრძელდება, რათა არა მხოლოდ პირველმშობლებმა მიიღონ აქედან სარგებელი, არამედ მომდევნოებმაც შეიგნონ, რის გამო დაატყდათ თავს ასეთი უბედობა. ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლეო, ამბობს. შემდეგ უფრო ზუსტადაც განსაზღვრავს სასჯელის სახეს და დაურთავს. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს. აი წყევლის სახსოვარები, ძეძვი და ეკალი აღმოცენდებაო, ამბობს. ისევ იქ რომ შენ მძიმე შრომა და საზრუნავი გექნება გადასატანი, მწუხარებაში გალევ მთელი სიცოცხლეს, რათა ლაგმად იქცეს ეს შენთვის და არ მოინდომო იმაზე მეტი, ვიდრე შეგეფერება, არამედ მუდამ გახსოვდეს, როგორია შენი ბუნება, შენი ადგილი და აღარასოდეს დაუშვა ასეთ ცდუნება საყოლა. მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო, პიროფლიანი ჭამდე პურს. იხილე რომ ურჩობის მერე აღარაფერია ისე როგორც მის ადრინდელ ცხოვრებაში. უფალი ეუბნება ამ ცხოვრებაში რომ შემომყავდი მსურდა რომ არ გცოდნოდა მწუხარება, ჯაფა, საზრუნავი, ტანჯვა. მსურდა უჭირველს და კმაყოფილს სხეულებრივი საჭიროება არ გაგჩენოდა, არამედ შენთვის უცხო ყოფილიყო ყოველივე ეს და სრული თავისუფლებით დამტკბარიყავი. მაგრამ რადგანაც შენთვის ასეთი თავისუფლება სასარგებლო არ აღმოჩნდა, ამიტომ მიწას დავწყევლი და იგი ძველებურად აღარ მოგცემს ნაყოფს დათესვისა და მუშაკობის გარეშე. არამედ მხოლოდ დიდი შრომით, ძალისხმევით და ზრუნვით მოიპოვებ მისგან საზრდოს. გამუდმებულ მწუხარებას და ვაებას მოგწევ, გაიძულებ, ქანცის გამცლელი დაძაბვით ქმნა ყოველივე, რათა ეს მტანჯველი შრომა გამუდმებულად ჩაგაგონებდეს, თავმდაბალი იყო და იცოდე შენი საკუთარი ბუნება, შენი ადგილი. ასე მოხდება. არა მცირე ან მოკლე ხნით, არამედ მთელი შენი ცხოვრება ასე გაგრძელდება. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიიქცეოდე მიწად, რისგანაც აღებული ხარ, რადგან მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი. ამას დაითმე, სანამ აღსასრული არ გეწვევა, მერე კი ჩაბრუნდები მიწაში, რომლისგანაც გამოისახე. თუმცა ჩემი კაცთმოყვარებით ხორციელი ბუნება გიბოძე, მაინც ეს სხეული მიწისგან წარმოიქმნა და კვლავაც მიწა გახდება, რადგან მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი. იმისათვის რომ ასე არ მომხდარიყო, მე გიბრძანეთ, არ გაკარებოდით იმ ხეს და დაურთე. როგორც კი შეჭამთ, მოკვდებით. მე არ მსურდა ასე მომხდარიყო, მაგრამ რა კი მე ჩემის მხრივ ყველაფერი გავაკეთე საამისოდ, შენ კი თავად დაიმართე უბედურება მაშ, ბრალს სხვას ნუღა დააკისრებ, არამედ ყველაფერში საკუთარი უდიერობა დაადანაშაულე. აქ კიდევ ერთი საკითხი წამოიჭრება, რომელსაც თუ კი გსურთ, აქვე განვმარტავთ 2-3 სიტყვით და საუბარსაც დავასრულებთ. ამ ცნოუფალმა ღმერთმა ადამიანს. როგორც კი შეჭამთ, მოკვდებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ურჩობის და ნაყოფის ჭამის მერეც მრავალ წელს სიცოცხლეს. ეს გაუგებრობად მხოლოდ მას მიაჩნია, ვინც აქ მოხმობილ სიტყვებს ზედაპირულად ეკიდება. მაგრამ ვინც კეთილი განჭით გვისმენს, მისთვის ნათელია ნათქვამი, ეს ყურადღებიანი გონებისთვის არანაირი სირთულე არ გახლავთ. თუმცა კი ადამმა და ევამ მრავალი წელი იცოცხლეს, მაინც იმ წუთიდან, როდესაც ესმათ. მიწა ხარ და მიწადვე იქცევი, მათ სასიკვდილო განაჩენი დაუდგინდათ, მოკვდავნი შეიქნებდა, შეიძლება ითქვას მოკვდნენ. წმინდა წერილი ამბობს, როგორც კი შეჭამთ, მოკვდებით იმის ნაცვლად რომ თქვას. მოგეცემათ განაჩენი რომ მოკვდავები იყოთ, თუ კი ადამიანს თავის მოკვეთა აქვს მისჯილი, ამის შემდეგ თუნდაც რომ დიდი ხანი გაატაროს საპყრობილეში, მისი სიცოცხლე სიკვდილს აღარ ემჯობინება, რადგანაც განაჩენმა უკვე მოაკვდინა იგი. ასევე პირვამშობლებიც იმ დღიდან, როდესაც განაჩენი მოისმინეს, თუმცა კი შემდეგ დიდხანს სიცოცხლეს, განაჩენის მიხედვით უკვე დაიხოცნენ. ვიცი რომ უკვე ბევრი ვილაპარაკეთ და შეგონება ძალიან გაგვიგრძელდა. ამიტომ ღვთის შეწევნით ბოლომდე განგიმარტეთ რა, დღევანდელი საკითხავი წმინდა წერილიდან ჩვენ შესაძლებლობათა კვალად აქ დავასრულებთ სიტყვას. მართალია, შეიძლებოდა დამატებით ისიც გვეჩვენებინა, რომ ეს დაწესებული სასჯელი და ისიც რომ ადამიანები მოკვდავნი გახდნენ, კაცთმოყვარების თვალუწვდენელ სიღრმეებს მოიცავს. მაგრამ ისათვის რომ თქვენი გონება აზრთა სიმრავლით არ დავტვირთოთ, მხოლოდ ამას გთხოვთ. აქედან გასულები არ მიეცეთ უქმ საუბარს და უსარგებლო ყვედობას, არამედ მარტო დარჩენილებიც იმას ჩაუფიქრდით და სხვებთანაც იმაზე ისაუბრეთ, რაც აქ ითქვა და გაიხსენეთ თუ რას ამბობდა მსაჯული, რით იმართლებდნენ თავს ბრალეულები. თუ როგორ გადააბარა ბრალი ერთმა მეორეს, იმან კი გველს. როგორ დასაჯა ღმერთმა ეს ქვეწარმავალიც, საუკუნო სასჯელი დაადო და მის მიმართ გამოვლენილი დიდი მრისხანებით გვიჩვენა, თუ რა არ იგზრუნავდა ცდუნებულებზე. იქიდან თუ როგორ მიუძღო მან მაცდუნებელს, ჩანს რომ ამ მაცდუნებელმა მისთვის განსაკუთრებით ძვირფასი არსებები გაახვია ტყუილის ბადეში.
შემდეგ გაიხსენეთ სასჯელი, რომელიც დედაკაცს დაეკისრა, ან უпроსწორად გამოსასწორებელი ხერხი. გაიხსენეთ ადამიანისთვის თქმული და გონებაში გაიცოცხლეთ მისი განაჩენი. რადგან მიწა ხარ და მიწადვე იქცევი და გაიოცეთ უფლის ენით უთქმელი კაცთ მოყვარება, რის გამოც ჩვენ მიწისგან შექმნილებს და მიწადვე გადამქცევებს. თუ კი კეთილს ვიქვთ და ბოროტებას გამშორდებით, გვპირდება გამოუთქმელ სიკეთეს, რაც მის მოყვარულთათვისაა გამზადებული, რომელიც თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა. ასე რომ, უდიდესი მადლობა უნდა შევწიროთ ჩვენს უფალს ამ სიკეთეთათვის და არასოდეს უნდა დავივიწყოთ ისინი. პირიქით, კეთილ საქმეთა ქმნით და ბოროტებისგან სრულიად გარიდებით მოვალმობიეროთ იგი და მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა. თუ კი მან უკვდავმა ღმერთმა არიუარა, მიეღო ჩვენი მოკვდავი და მიწიერი ბუნება, გავეთავისუფლებინეთ უძველესი სიკვდილისგან, ზეცაზე მაღლა ავეტაცებინეთ, მამის მეზობლობის პატივი ერგუნებინა და მთელი ზეციური ლაშქრის მიერ თაყვანისცემის ღირსი გავეხადეთ, განა უსაზღვრო უმადურება არ იქნებოდა. საპირისპირო მიგვეზღომისთვის, უკვდავი სული, ასე ვთქვათ, მიგველურს ნახორცე, მიწიერი მკვდარი და უმოქმედო გაგვეხადა იგი? არა, გემუდარებით, ნუ ვიქნებით ასე უმადურნი მის მიმართ, ვინც ამდენი სიკეთე გვიქნა, არამედ მივდიოთ მის კანონებს, მისთვის სათნო და სასიამოვნო საქმენი ვქმნათ, რათა მანაც ვცნოს იმ მარადიულ სიკეთეთა ღირსად, რომელსაც დაევეღირსოთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმინდისა თანაშვენის პატივი, ძალი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.